კი დავბრუნდით გუდაურში და გვყავს სტუმარი, რედკოს მარკეტინგის სამსახურის უფროსი კატია აფსანძე. დილამშვიდობისა. დილამშვიდობის. მოგილოცავთ კატია, ხვალ სეზონი იწყება, იხსნება 30-ათე თანაც საიუბილეო და რა სიახლეებით ხდება რედკო? პირველ რიგში მივესალმები მაყურებელს. წელს, რა თქმა უნდა, ძალიან აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გუდაური ხდება 30 წლის. სტუმრებს ელოდებათ ძალიან ბევრი სიურპრიზი. წელს გუდაური დახუნძულია ძალიან ბევრი სიახლით. რედკო ახალი გუდაურის განვითარების პროცესში რედკომ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. ხედავთ არაჩვეულებრივ გარემოს, რომელიც დაახტება სტუმარს, შეუქმნის ყველანაირ კომფორტს იმისთვის, რომ სრიალის შემდეგ მიიღოს რელაქსაცია დაიცვანოს სპაში, ვახშმოს გემრიელა სხვადასხვა სახის რესტორნებში. მომხმარებელს ასევე ექნება საშუალება იმისა, რომ ტერიტორიიდან გაუსროლად ქონდეს ყველანაირი კომფორტი, იქნება ეს მარკეტი, იქნება ეს ბრენდ მაღაზიები თუ სხვა, ანუ მაქსიმალურად ვცდილობთ მოვაწყოთ ისეთი გარემო, რომ მომხმარებელი იყოს სულ კომფორტში. და რაც მთავარია, ჩვენი მიზანი რაც არის, ახალი გუდაური უნდა გახდეს 4 სეზონის კურორტი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველანაირად ვცდილობთ და რედკოც ვითარდება იმ კუთხით, რომ ახალი გუდაური გახდეს 4 სეზონის კურორტი. რამდენი ხანია რაც ოპერირებს რედკო გუდაურში და როდის იქნება საბოლოოდ დასრულებული ყველა კომპლექსის მშენებლობა? დეველოპერული კომპანია რედკო 2012 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. 2012 წელს დაიწყო აქ მშენებლობა. ფაქტიურად არაფერი არ იყო. 2013-ში უკვე ოპერირებაში შევიდა, დასრულდა ერთ-ერთი აპარტ-ოტელი. ამ ეტაპზე არის 8 აპარტ-ოტელი დასრულებული და მიმდინარეობს რამდენიმე აპარტ-ოტელის დასრულება. 2023 წლის ბოლომდე 18 აპარტ-ოტელია დაგეგმილი გეგმის მიხედვით, რომელიც ეკოსაინმა შეადგინა, უშუალოდ საუბრობ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც 26 აპარტ-ოტელს ააშენებს რედკო, მათ შორის არის სხვადასხვა გასართობი და რეკრეაციული ზონები და რაც ძალიან მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია იმისთვის, რომ კურორტი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ტურისტებისთვის და არა მხოლოდ ტურისტებისთვის, რა თქმა უნდა. ეს არის რედისონი, რომელიც ახლა უკვე შენდება, ჩვენ ხედავთ წინ კადრში, რომელიც ძალიან მალე დასრულდება და კიდევ უფრო დიდ ნაკადს შეხმატებს გუდაურს და საქართველოს. მოკლედ, დიდი მადლობა ჩვენი მასპინძლობისთვის. ჩვენ კარგ და პოზიტიურ სეზონს გისურვებთ და კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ხვალინდელ დღეს. თქვენ გილოცავთ. იხსნება გუდაურში. ძალიან დიდი ამბებია. ძალიან კარგი ღონისძიება იგეგმება ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ასე რომ მოგელოდებით. აუცილებლად. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. რეკლამის დროა ჩვენს ეთერში, რეკლამის შემდეგ რა თქმა უნდა კვლავ დაბრუნდებით, კიდევ გვეყოლება სტუმრები და არ გამოტოვოთ საბაგიროზე ჩვენი გადასვლა და იქედან შემოგთავაზებთ ინტერვიუს დროებით.